ტუალეტში ხელსახოცი გათავებულა. ამბარს როგორ მიაგენი? მოგეწონა? კარგია. შემომხედე, მიხდება? განსაცმელი არ მაინტერესებს. თავარია შიგნით რაც გაქვს. შემოსაყვარელო. ერთადერთი ხარ განუმეორებელი. მართლა? იმიტომ არ მithქვამს რომ თავში აგივარდეს. ხელი გააჩერე. სახლში ხომ არ ვართ? ხომ გითხარი სახლში დავრჩეთ მეთქე. ცოტა ხანში წავალთ. სად გიჩქარება? გაგიმარჯოს. შენც გაგიმარჯოს. იცი სტამბოლში რა არ მომწონს. დადიხარ სეირნობ, მაგრამ ქუჩებს ბოლო არ უჩანს. ფული რომ ქონოდა დილამდე ქალაქში ვივლიდით, მაგრამ მთლიანად შემოგეხარჯა. ხოლო ტაქსის ფული დავიტოვე. ბურჰანბიძია მისევ საყვედურებით რომ არ ამავსოს. იმ კაცთან შერიგება ძლივს მოახერხე. მოდი აქაც შევიდეთ. კარგი რა ეს უკვე მე რამდენი ბარი აქვს, მაგრამ შემოდი ნაცნობები მუშაობენ. თითო კათხა ლუდი დავლიოთ. 11-ის ნახევარზე სახლში უნდა ვიყო. სულ 5 წუთით. უფასო ლუდს დაგალევინებ. 5 წუთით? კარგი. გამარჯობა. გამარჯობა სონერ. როგორ ხარ ჰუსეინ? რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს? რა ვქნა ბოლო დროს ვერ ვიცლი ხოლმე. ამას წინათ ბიჭებს შევხვდე. მართლა? როგორ არიან? კარგად. მე მივდივარ აბა ნახვამდის. ცოტა ხანს გაჩერდი. არა უნდა წავიდე. აი ის მაგიდა თავისუფლდება. ის მაგიდა თავისუფლდება. არა მე უნდა წავიდე. კი მაგრამ რატომ? ძალიან ბევრი ქაისერელია. როცა ადამიანი საქმეში ვერ ერკვევა, ინფორმაციაც არ აქვს. ლეიკემი დაავადებული ბავშვების დახმარება გვინდა. მაგრამ ჯერისიც კი არ გაგვირკვევია. ძვლის ტვინის ბანკში რამარაგი არსებობს. გამოდის რომ შეჰრაზად ჰანინგთან დალაპარაკება აუცილებელი ყოფილა. ძვლის ტვინის ბანკი. მნიშვნელოვანია. ასეა. საბრალო ქალს დონორი აზერბაიჯანში უპოვია. კიდევ კარგი გაუმართლა. ანე. დედა. გისმენ შვილო. რაღაც უნდა გითხო. კითხე. მამა ჩემი. ჩვენი პატარაობისას რომ გარდაცვლილიყო. მეორედ გათხოვდებოდი. არ მესმის რატომ ეკითხები? უბრალოდ ისე დამაინტერესა. მაშინ რომ გარდაცვლილიყო, როცა მე 5-ის ვიყავი და ბურაქი 3-ის. მეორედ გათხოვდებოდი? არა. დარწმუნებული ხარ? არ გავთხოვდებოდი. მით უმეტეს სანამ პატარები იყავით. რატომ? იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი საფიქრალი თქვენ იქნებოდით. მანქანით მოხვედი? არა. ტაქსით. კარგი. ბევრი დალია? ერთი ბოთლი. ბენუ ძურფასო რატომ დალიე? არ ვიცი დავლი. შეჰრაზად. ხო. სიყვარული ძნელი ყოფილა. ვიცი წუხელ შენ შეგაწუხე. მაგრამ სახლში ვერ გავწერე. საოცარი სიმარტოვე ვიგრძენი. ძალიან ცუდად ვიყავი. ძალიან ცუდად. ცუდად რატომ იყავი ბენუ, რა მოხდა? არაფერი. რა უნდა მომხდარიყო?
სხვა გზა არ არის, ქერემი უნდა დავივიწყო. ქერემი? უნდა დავივიწყო. ქერემი? უნდა დავივიწყო. მაგრამ არ შემიძლია. ბენე აფედან წასვლა გადავწყვიტე. რა? ბენუ სისულელეს მოამბობ. გონია მთელ დღეს ქერემის გვერდით მუშაობა ადვილია. ბენუ. მთელი დღე შენი საყვარელი ადამიანის გვერდზე ხარ. ეს იმედს ნიშნავს. მე კი ისეთ ადამიანთან მუშაობ, რომლის დანახვაც არ შემიძლია. ეს ატანჯველია. გესმის? ო, იმედი. შენ ამბობ, რომ იმედი არსებობს? რა თქმა უნდა, ძვირფასო. თავარი არ მოიწყინო. დავალ ყავას მოგიდუყებ. ეს მანქანა გახსოვს? ხელიდან არ უშვებდი. იატაკზე ჯდებოდი და თამაშობდი. აქეთ-იქით აგორებდი. ყველაფერი შეგინახავს. რა თქმა უნდა, შევინახე. ამ მუზეუმს მხოლოდ მამა შენის ნივთები აკლია. ცხენს მე წავიღებ. ისერი მტკივა. დილას გვიანობამდე გეძინა. გუშინ უამრავი საქმე მქონდა. ლიტვიდან საქონელი ჩამოვიდა. საბაჟოზე პრობლემები შეიქმნა. საღამომდე ძლივს მოვაგვარეთ და გამოვიტანეთ. მერე დავთვალეთ, დავტვირთეთ. განი? არაფერი გიჭამია, ძამიკო, რა გჭირს? არაფერი. მთელი ღამე ვტვირთავდით. ძალიან დავიღალეთ. მერე ბიჭებმა ლუდი მოიტანეს და ცოტა გონს მოვედი. ღამით ხომ არ გაგაღვიძე? არა. ვერც გავიგე, როდის მოხვედი. ეტყობა ღრმად მეძინა. კარგი, უნდა წავიდე. ქარხანაში მიდიხარ? ო, ერთად წავიდეთ. კარგი. დღეს ხომ უკეთხარ ბურჰანბე? ჯანმრთელობის მხრივ უკეთესად. მაგრამ სული მტკივა და ასე მგონია, რომ არასოდეს გამივლის. გაგივლის. სინდისის კენჯნა ჯოჯოხეთ ურტანჯვაზე უარესი ყოფილა. ბურჰანბე. ნებას თუ მომცემ დღეს ქაანთან წავალ. წადი, ნადიდეհანი, წადი. ჩემი ნებართვა აღარ გჭირდება. როცა მოგინდება, წადი და ნახე. თუნდაც ყოველდღე. გმადლობ, ბურჰანბე. რამე თუ დასჭირდებათ, დავეხმაროთ. ვიცი, შეჰრაზად ჰანემი ჩემგან დახმარებას არ მიიღებს, მაგრამ შენ მაინც ყურადღებით იყავე. კარგი. ალბათ არასოდეს მაპატიებს. მაგრამ ამიერიდან რითაც შეგვეძლება ყველაფრით დავეხმაროთ. ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. ასე გგონია? ახლა ერთადერთი რამ მინდა. გაზაფხული რომ მოვა. ქაანმა აქ ჩვენს ბაღში ირბინოს და ითამაშოს. გასაერთოდ მივდივარ, დედა.
არა საყვარელო, ჩვენთან ბები ამოდის. რა კარგია. მოიცადე, ნუ ხტუნავ, გაჩერდი. მას გაგისწორე. ბებია ძალიან გიყვარს? ძალიან. ბები ამოვიდა. გამომართვე მიხლიბან. ესე იგი წუხელ ლიტვიდან საქონელი ჩამოვიდა, არა? დაიღლებოდია, არა? რა თქმა უნდა. მთელი ღამე შეუსვენებლად მუშაობდით. დაღლილზე ლუდიც გესიამოვნა, არა? ვიმუშავეთ და დავიმსახურეთ. წავალ საამქრო შემოვივლე. ამათ თავზე თუ არ დადადექი, საქმეს ხელს არ კიდებენ. ლიტვიდან ჩამოსული საქონელი ეს არის? ეს რა არის? განი ეს რა არის? შენ როგორ გონია? მე არასწორად ხომ არ გაიგე. მეგობრებთან ერთად ცოტა გავერთე. არასწორად რა უნდა გამეგო? წუხელ ყველას თვალწინ საყვარელთან ერთად ერთობოდი. არა, ასე არ იყო. უბრალოდ ბარში შევიარეთ. იმ ქალს არ ვიცნობ. ერთმანეთს ეხვეოდით და კოცნიდით. როგორ არ იცნობ? საკუთარი თვალით დაგინახეთ. მომისმინი, აგიხსნი. რა უნდა ამიხსნა? ყველაფერი ისედაც ცხადია. განი. ეგ ფოტო წაშალე. არა. უსინდისო ყოფილხარ. ნამუს გარეცხილი. ჩვენ კი კაცი გვეგონე. განი. ცოლი ორსულად ყავს. მალე შენი შვილი დაიბადება, როგორ არ ცხენია. განი, გთხოვ, წაშალე. ძალიან გთხოვ. რა? მოურიგდებით, მომისმინე. გიდებით მეთქი, რატომ არ გესმის? იდიოტი გონი ვარ? როგორ ფიქრობ, შორიდან მშვიდად ვუყურებ ჩემს დასარქებს როგორ ადგან? განიც თუნებას ავყევი, ეს აღარ განმეორდება. მოურიგდეთ და დავივიწყოთ. უნდა წამეშალა, მაგრამ გადავიფიქრე. განი. გთხოვ, ეგ ფოტო წაშალე. მამა ჩემმა რომ ნახოს მომკლავს. არ მენახვლება. იმ კაცს მამას რა ნამუსით ეძახი. ჩემმა და ეს ფოტო თუ ნახა, როგორ გონია ბურჰანბიძე ამას შეგარჩენს? განი, გთხოვ, ხელი გამეშვი. განი, ნუ დამღუპავ. შენ მადამ რომ გაიგოს დავიღუპები. შენი თავი თვითონ გაიუბედურე. ახლა რა მოხდება? არ ვიცი, ნახოთ. საკმარისია. ბები არ შეაწუხო. დააცადე, დაისვენოს. ბებია ძალიან მოგენატრა. ძალიან. ბებიასაც ძალიან მოენატრე ჩემო სიყვარულო. ხშირად მოდი ხოლმე ჩვენთან. კარგი პატარა, მოვალ. მომართლა. ეს ფუსუნმა გამოგიგზავნათ. თქვა ჩემმა მაზლიშვილმა მშვიდობაში მოეხმაროსო. რატომ შეწუხდით? ეს რა არის, ბებია? გავხსნათ. რა ლამაზია, გმადლობთ. მოდი ჩაგაცვა. ზუსტად მოგერგო, თან ძალიან გიხდება. დიდი მადლობა. ბებიას მადლობა გადაუხადე. გმადლობ. ეს ფუსუნბიცოლამ გამოგიგზავნა. რომ ნახავ, მადლობა მას უთხარი. კარგი? კარგი. მინდა ერთხელ ყველა დაგპატიჟოთ. კარგი იქნება. ქაანის გაცნობა გოგოებსაც უნდათ. გოგოები ვინ არიან? ბებიას სხვა შვილიშვილები, ქაან. ალი ქემალ ბიძიაშვილები, ბუქეთი და ბურჯუ. მოდი შეგხედო. რა ლამაზია. ჩემს ბიჭს როგორ უხდება? ბებია. რა უსაყვარელო. იმ დღეს ის მოხუცი კაცი ვინ იყო? შენი პაპა ქაან. წამოდი შენს ოთახში, ვითამაშოთ. ვიცი შვილო. ვერ პატიობ. მართალი ხარ. მაგრამ ბურჰანბეი ძალიან ნანობს.
ამას შეხედე. ერთი თიდა. მომეცი? არა. მომეცი ჩავრთო. არა. მომეცი. ჭუმად. ბუქეთ. ბურჯუ. პაპა ავად არის. მამა ჩემი ზევითაა? ხო. თუ კიდე ადიდე ნახე. მე ჩავრთავ. მომეცი. მომეცი. მერიავა. რა დღეში ხარ? ხელი გაუშვი. ამარხს უღურეთ. აიშე, დედა მოვიდა შეეგებე. პალტო გამოართვი. საღამომშვიდობისა დედა. საღამომშვიდობის შვილო. კანი როგორ არის? კარგად, ძალიან კარგად. ალი ქემალ, მამა შენი სად არის? ზევით დედა. ჩემი ძოლისმა, ჩემი ვაჟკაცი ძამიკო. რა გჭირს? ბუსუნ ეს ბიჭი ძალიან მიყვარს. ხელი გაწიე ამ საღამოს ნერვებს ნუმიშლი. განი? რა გემართება? შესიძეს როგორ ექცევი? მიყვარხარო? ცუდი რა გითხრა? კარგი რა დაიგო, თავი დამანებე. ხუმრობს ბუსუნ, ნუ ჩაერევი. კარგი? არ ხუმრობ, სერიოზულად ვამბობ. ამ ბიჭს რა სჭირს ალი ქემალ? მომისმინე, ალი ქემალ. კურსებზე პრობლემები ხომ არ შეექმნა? იქნებ ცუდი ნიშნები აქვს და გაღიზიანებული ამიტომ არის. არა, თვალყურს ვადევნებ, ნოღელო. დედამ, მე პაპა რატომ არ მყავს? დიდემ მყავს ემრესაც. სამაგეროდ ბები აკყავს. დაწექი. ერთად დაიძინეთ. ბოსნიაში საქმე როგორ მიდის? კარგად, საკმაოდ წინ წავიდნენ. სერიოზული ინვესტიციები ჩაიდო. ევროკავშირიც ეხმარება. მშვენიერია. სხვა პროექტი? კიდევ 2 ჰესს ვაშენებთ. ახლა ამით ვარ დაკავებულები. საღამომშვიდობისა. გამარჯობა ონურ. რახანია არ გამოგივლია? ო, უამრავი საქმე მაქვს. მე ერთ მოიწი? ერთი ბურბონი თუ შეიძლება. წამოდი. მართლა? ახლავე მოვდივარ. ადრე როცა ერთ-ერთი ჩვენგანი თავმჯდომარე ხდებოდა, ამას ერთად აღნიშნავდით ხოლმე. ეგ ადრე იყო. უფრო ადრე იმასაც აღნიშნავდით. მისტერ ჩადვინისგან 100-დან 90 გულას რომ ვიღებდით. ეგ უფრო ადრე იყო. რა შეიცვალა ქერემ? შენ მითხარი. შეცდომასად დავუშვით. მე თუ შენ? ავას დალებენ. არ მინდა გმადლობა. არ ვიცოდი კომპიუტერული თამაშები თუ გიყვარდა. არასოდეს მითამაშე, მაგრამ ახლა ვთამაშობ. რატომ? ორშაბათი მძიმე დღეა. ბენუ. რა მე მოხდა? რა გემართება? უსაქმური თანამშრომლები რასაკეთებენ ხოლმე შეხვედრად? ან თამაშობენ, ან კომპიუტერის მეგობრებს ესაუბრებიან. რას ნიშნავს უსაქმური? საქმე ხომ გაქვს? არ მაქვს. ალმატის პროექტი მთავრდება. ახალი პროექტი კი არ მომცეს. შესაბამისად საქმე არ მაქვს. ფინანსურ განყოფილებაში 20 თანამშრომელია. მაგრამ ცხრილებზე მუშაობა მაინც ჩვენ გვიწევს. მაგალითი ჩვენი მამებისგან ავიღეთ და ამიტომ. მართალია.
მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ისინი მეგობრობასა და საქმეს ერთმანეთში არასოდეს ურევდნენ. ამით რის თქმა გინდა. ჩვენ სხვანაირად ვიქცევით? ასე რომ ვიქცეოდეთ. ახლა ამ მაგიდასთან ერთად არ ვისხდებოდით, ხომ ასეა? მოგბრძანდით. ქერემბე, გამარჯობა, გისმენ. თუ გცალია თქვენთან დალაპარაკება მინდა. რა თქმა უნდა, დაჯექი. არა, გმადლობთ. მინდა რომ სარაევოს სათხილამურო ბაზის პროექტზე სხვა მიმუშაოს. შეიძლება მიზეზი გავიგო. ბელექის დასასვენებელი კომპლექსის პროექტზე ვმუშაობდა უფრო მეტ დროს მართმევს, ვიდრე მეგონა. მაგრამ სარაევოს პროექტი საჩქარო არ არის. იცი? მაგრამ ვფიქრობ ამ საკითხში ბენუ უფრო დაგეხმარებათ. სათხილამურო ბაზების საქმეში მეტი გამოცდილება აქვს. თან ალმა-ატის პროექტი უკვე დაამთავრა. მითხარი მეცადინეობის საქმე როგორ მიდის? კმაყოფილი ხარ? შენი კურსები ქალაქში საუკეთესოა. განი, ხომ შეიძლება ადამიანი შეცდეს? ვაღიარებ შევწდი, არასორად მოვიქეცი. მაგრამ გეფიცები ასეთი რამ აღარ განმეორდება. არაფერი მომხდარა დამიჯერა. ვიმხიარულებ და სახლში წამოვედი. სულ ეს იყო დამიჯერა. ნამდვილად ასე იყო. განი, ერთი შეცდომის გამო ცხოვრებას ნუ დამინგრავ. კარგი ვთქვათ, ჩემზე არ ფიქრობ და თანახმახარ შენ მადამ სახლიდან გამაგდოს. მაგრამ ისიც ხომ დაიტანჯება? ცოდოა. მალე ბავშვი უნდა გააჩინოს. ამ სისულელეების ლაპარაკს მორჩი. განი, გთხოვ ვის ფოტო წაშალე. კიდევ რა გინდა? გამიჩერე. გამომართვე. ეგ ფული მოაშორე. გამომართვე მედი. არ მინდა. გინდა. აბა შენიცი. ისმენთ? ახლა? კარგი, მოვდივარ. რა მოხდა? ქერემბე მეძახის. ტატი ჩქარა, რაც გახარ? კარგად გამოვიყურები? დიახ, ამ საღამოსთვის. არა, ჯგუფი არა, ორი კაცი. მხოლოდ ორი კაცი. დიახ, გმადლობთ. მოგზანდით. ბენუ, შემოდი. დაჯექი. ალმა-ატის პროექტი დასრულდა. უკვე ახალ პროექტზე მუშაობას ვისწრებ. მართლა? ეს ახალი პროექტი შენგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სარაევოს სათხილამურო ბაზა. მაგრამ ეგ პროექტი? ვიცი, შეჰრაზადთან მუშაობას ვაპირებდი. მაგრამ გამახსენდა, რომ ამ საქმეში დიდი გამოცდილება გაქვს. კარგია, რომ შეჰრაზადმა ეს შემახსენა. მითხრა, ამ პროექტში ბენუს გამოცდილება უფრო მეტად გამოგადგებაო. გმადლობთ. გენდობი, ბენუ. გმადლობთ, ქერემბე. დამერწმუნე თქვენს ნდობას გავამართლებ. ამაში დარწმუნებული ვარ. ახლა კი საქმეს უნდა შევუდგეთ. სერიოზული მუშაობა გვმართებს. ამ საქმეს თავი წარმატებით უნდა გავართვათ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ასეც იქნება. აუმართლა, ბენუ. ალმა-ატის პროექტის დასრულება უნდა აღვნიშნოთ. არ გეგონოს, რომ გაწეულ შრომას არ გიფასებ. გმადლობთ.
ნახონდის. ონურბეი, სანაპიროთი წავიდეთ. ფოტოგრაფები მგონდამში. ფოტოები გამოაგზავნეს? დღეს სემირ ბეიმ გამოგზავნა. საინტერესო პროექტია. ნელა იტვირთება. სარაევო მხოლოდ ფოტოებზე მაქვს ნანახი. არქიტექტურა, ბუნება, ყველაფერი ლამაზია. წასვლა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. აი შეხედე. ეს არის სარაევო. ულამაზესია. ეს კი ომის ნაკვალევია. საშინელება. სამწუხაროა. დაღლილი ჩანხართ. ყავას ხომ არ დალებთ? თხილის არომატით. არა, ახლა არ მინდა. დავიდეთ. დღეს მანქანით ხარ? არა, ხელოსანთან დავტოვე. თუ ასეა მე წაგიყვან. წამოდი. დიდხანს გაგრძელდება? არ ვიცი. ნახვამდის. ჯერ ტერიტორია უნდა ვნახოთ. სამუშაო გრაფიკს გადავხედოთ და მივლინება დავგეგმოთ. კარგი. საღამომშვიდობისა, ონურბეი. საღამომშვიდობისა. მოგზანდით. მოგზანდით, ონურბეი. თქვენი მაგი და მზადაა. გმადლობთ. თქვენს მერე. ხდება. მე მივდივარ. შევრაზად. ხო. ხო. არა. მომატყუათ. მითხარით საქმიან ვახშამზე მივდივართო. მოგატყუე. სხვაგვარად აქ მოსვლაზე არ დამთანხმდებოდი. ხო. არა, გამიშვით. დალაპარაკება მინდა. ხო, მომისმინე. ხო.
რომელ ღვინოს ინებებთ? წყალს დავლევ. მეც. ახლავე. შაჰ-შეჰრიარის თავგადასავალი, რომელიც ქალებს არ ენდობოდა, ჩემზე კარგად შენიცი. შეჰრაზადი, შაჰ-შეჰრიარს 1001 ღამის ზღაპრებს უყვება. 1001 ღამეს კი იგი არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვა ქალებსაც იხსნის. ჩვენ ერთად მხოლოდ ერთი ღამე გავატარეთ. მას შემდეგ რაც გაგიცანი, ეს ღამე ჩემთვის 1001 ღამეზე უფრო გრძელი აღმოჩნდა. შეჰრაზად, ვიცი, 1001 ღამის განმავლობაში შენგან პატიება მუხლმოდრეკილმა რომ ვითხოვო, ჩემს დანაშაულს მაინც ვერ გამოვისყიდე. ყოველ ღამე, როცა ჩემ თავთან მარტო ვრჩები, ვფიქრობ შენი მეხსიერებიდან ის შავი ღამე როგორ ამოვშალო. ცოლად გამომყვები. გთხოვ, ახლავე ნუ მიპასუხებ. მაშინია უარი არ მითხრა. შენგან სასურველ პასუხს მოთმინებით დაველოდები. ოღონდ ჩემს ცოლობას დათანხმდე. Bir gece 1001 ღამე დაგელოდები. Çünkü იმიტომ რომ მიყვარხარ. bu iki ეს სიტყვა ცხოვრებაში პირველად. ilk kez პირველად თქვი, ასე დარწმუნებით. და ამავე დროს მთელი გრძნობით. sen მიყვარხარ. artık დაუშენოთ ცხოვრება არ შემიძლია. aldığım her nefes უშენოთ, სუნთქვაც არ შემიძლია. Hadi yatalım artık. უკვე ძილის დროა. Hadi yat. დაწექი. ეს ჩაიხუტე. Bunu al. აი ასე. ბევრი ვიფიქრე შენთვის რამე ჯუქებინა. ჩემს გრძნობებს ვერც ერთი ძვირფასი ქვა ვერ გადმოსცემს. ვერც ერთი ლამაზი სიტყვა ვერ გამოხატავს იმ ტკივილს, nasıl çektiğimi, იმ სულიერ ტანჯვას, bendeki რომელსაც განვიცდი seni nasıl და ვერც იმას თუ როგორ მიყვარხარ. sen მხოლოდ საუკეთესო ზღირსი ხარ. დამიჯერე.
Şu anda მაგრამ ახლა sana ancak მინდა ჩემი ბავშვობა გაჩუქო. bu benim en ეს sevdiğim ჩემი უსაყვარლესი სათამაშო იყო. bütün çocuk. ჩემი ბავშვობის მოგონებები მასთანაა დაკავშირებული. Bunlar თხოვეს განსაუღე. Teşekkür ederim. Madlub. მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის. sen ჩემი სულის უმშვენიერეს ფიქრებად იგეცი. senin güzelliğin შენი სილამაზე პირველად რომ დავინახე, yüreğime girdi. გულში სიყვარულმა ისარივით გამიარა Olmaz olan kırmızı და იგი მეწამულისფერ, ile boyadı. ხასხასა, სისხლისფერ წითელფერად შეღება. Sana tüm სიყვარულის ალი მთელ სხეულს მოედო. sevmek isterdim. Ve de bana მინდა ჩემი არსება და სული შენ მოგისხმენე. ey şah. შენ შეკითხვაზე. შაჰ, ჩემ გამო შენს ღამელულ სიზმრებს დათმობ თუ არაო? დაუფიქრებლად გიპასუხებ. Senin için feda შენ გამო თვალის ჩინსაც კი შეველევი შეჰრაზად. verirdim. ონურ, რა მოხდა? Kötü bir şey. რამე ცუდი ხომ არ მოხდა? არა. შენთან სალაპარაკოდ მოვედი. აქ? ჰოლდინგში მოვდიოდი. იქ ვერ მეტყოდი? Ne oldu? რა მოხდა? Kerem ben გერემ წუხელ. Evet. რა? Şehrazat შეჰრაზადს ხელი ვთხოვე. რა გააკეთე? რატომ? იმიტომ რომ შეჰრაზადი მიყვარს. გერემ, ben şey. შეჰრაზადი პირველივე დღიდან შემიყვარდა. სხვაგვარად არ შემეძლო. თხოვ, გამიგე. Kabul et. დაგთანხმდა? არ მინდოდა ასე გამოსულიყო. დამიჯერე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. დედა, დილამშვიდობის. ჩემო საყვარელო, ჩემო პატარა. Günaydın. დილამშვიდობისა, დილამშვიდობის. İyi uyumuş mu benim? ჩემთვის როგორ ეძინა? კარგად. Erkenden ადრე დაიძინა დედიკო, სულ არ გავუბრაზები ვარ. üzmez tabii beni. ჩემი შვილი არავის აბრაზებს. მით უმეტეს მიღრიბას ხომ ასია? Bir tanedir. ჩემი პატარა. Annesinin bir tanesi. გამოდის უფრასთან დავსხდეთ. რაჯექი? მირბანდე მიხიბანმა გუშინ ზღაპარი წამიკითხა. მართლა? Hangi masalı? რა ზღაპარი წაგიკითხა? რა ზღაპარი იყო? Abanız ჯადოსნური ცხენის ზღაპარი წავიკითხეთ. seninle. Hanı sen iki ერთი მდიდარი შაჰი ცხოვრობდა. ირანიდან ჩამოსულმა ერთმა სტაბლუნმა მას მფრინავი რაში ჩამოუყვანა. შაჰი რაშზე შეჯდა, რაში აფრინდა, სულ მაღლა და მაღლა. მაგრამ ძალიან რომ აფრინდა, შეეშინდა. ძალიან კარგი ზღაპარი იყო. დედა დღეს კვირა?
არა შულო, დღეს სამშაბათია. კვირამდე კიდევ დიდი დროა. გმადლობ მიხრიბა. კვირას რას ვისამთ? Bilmem. არ ვიცი. Sen ne istersin? რასაც შენ მოინდომებ იმას. Hele bir pazar. კვირას დაველოდოთ. Parka gidelim. ლუნა პარკში წავიდეთ რა. კარგი, წავიდეთ. Alo. ალო. შეერასად. აბა გამოიცანი წუხელ რა მოხდა? რა მოხდა? არა ჩაულებრივი რამ. გამაგებინე რა მოხდა? რომ გეტყვი არ დაიჯერებ. ბენუ მითხარი. კარგი. ქერემბეისთან ერთად კლუბში ვიყავი. Ciddi? მართლა? ხო. მანქანა ხომ ხელოსანთან მყავს. რადგან მანქანა არ მყავდა ჰოლდინგიდან რომ გამოვედით სახლში წაყვანა შემოვთავაზა. მერე მანქანაში ჩავსხედით მზღოლი გაუშვა და საჭისთან თვითონ დაჯდა. გზაზე მკითხა თუ გშიაო მე ხმა არ ამოვიღე. მერე კი მითხრა თუ დრო გაქვს სადმე ვივახშმოთო და პროექტზე დავილაპარაკოთო. ანუ სავახშ მოწახვედით. Ya çıktı. სავახშ მოწასვლას ვერ დავარქმევ, მაგრამ არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ულამაზესი ღამე იყო. მერე? Sonra ne? რა მერე? Yemekten. დახშმის მერე რა ქენით? Ne yapayım? რა უნდა გვექნა? Bilmem. არ ვიცი. Kapı çalınıyor. პორტიერი ყავს, ამთვის ფული უნდა მივცე. დანარჩენ სამსახურში მოგიყვები, ახლა უნდა წავიდე. კარგი დროები ძვირფასო. ნახვამდის. Tamam görüşürüz. კარგი, ნახვამდის. Memnunum. ბენუ იყო? ხო. Sevinçli. სიხარული დაფრინავს. Oo, mihriban. მიხრებას კვერცხიც მოუხარშავს. Güzel mi? რძე მოგწონს? Güzel mi? კარგია? ხო. Dur bakayım. აქეთ გადავდოთ. შეგიძლია დაისვენო. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. Günaydın Onur Bey, hoş geldiniz. დილამშვიდობისა ონურ ბეი. Onur Bey henüz gelmedi. ონურ ბეი ჯერ არ მოსულა. Bilemiyorum. არ ვიცი, დღეს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. Tabii. დიახ, გადავცემ რა თქმა უნდა. İyi günler. ნახვამდის. დილამშვიდობისა ონურ ბეი. Günaydın. დილამშვიდობისა. Kerem ქერემ ბეი ჯერ არ მოსულა. her zaman იმ კლუბში ვიყავით, ხშირად რომ დადიან ხოლმე. Öyle sürekli საღამობით სადმე დადიან ხოლმე? როგორ გქონია ონურ ბეი და ქერემ ბეი საღამოს რას აკეთებენ? საიდან უნდა ვიცოდე? birlikte takıldık. სულ ერთად ერთობიან. ბავშვობიდან მეგობრობენ. ყველგან ერთად დადიან, სადაც ონურ ბეია, ქერემ ბეიც იქ არის. ის კლუბი როგორია? ლამაზია? Güzel. ლამაზია? ძალიან ლამაზი. ერთხელ ერთად წავიდეთ. Kerem yemekte ბახშამზე ქერემი ძალიან მხიარული იყო. სასაცილო ისტორიებს ყვებოდა, მასთან საუბრი ძალიან ვისი ამოვნე. ბენუ, ბახშამზე ნუ ღარ მელაპარაკები, მერე. sonra მერე უკვე გვიანია წავიდეთ მეთქი უთხარი. თორემ ხმარო არ ამომეღო, დილამდე ვისხლებოდით. oturacak aslında. ვიფიქრე პირველივე ბახშამზე თავი არ მოვაბეზრო მეთქი. Neyse. მერე ავდექით და სახლში წამიყვანა. evet, kahve. ყავის დასალევად სახლში არ შეიპატიჟე? Şöyle. ხილის არომატიანი ყავის დასალევად. Ay, yok abi. არა, რას ამბობ? ჯერ არ არის ამის დრო. Şey, შეჰრაზად სისულელის ხომ არ ვაკეთებ? saçma. რას ამბობ? მაგრამ მე თუ მკითხავს სიყვარული სისულელია. ადამიანს განშის უნარს უკარგავს. Ama çok თუმცა სასიამოვნო გრძნობაა. Sizin yemek თქვენმა ბახშამა როგორ ჩაიარა? çok sıkıcı. ძალიან მოსაწყენი იყო. წარმომიდგენია. projede ალბათ პროექტის დეტალებს იხილავდით. აუზი სად უნდა იყოს ან როგორი უნდა იყოს? ყავასთან ერთად რამეს ხომ არ მიირთმევთ? დარეჩინიანი კექსი კიდევ დარჩა. მადლობ ნურჰაიათანი. ყავას მერე დავლევ. Bak, demek ხომ გითხარი შენი გრძნობები აჩვენე მეთქი, ყველაფერი უცებ შეიცვალა, ხომ დარწმუნდი? ხო, მართალი იყავი. ama hiç მაგრამ ეს ადვილი არ ყოფილა შეჰრაზად. insan çok... ადამიანი ამ დროს დაბნეულია. Al bakalım. გამომართვი, Hala ისევ გძინავს. uyumadın მადლობ. Kahve. ალბათ გამოძინება ვერ მოასწარი, ყავა გამოგაფხიზლებს. ხო, იმედი მაქვს. Çok güzel. სასიამოვნო არომატი აქვს. სულ ახალია. Ay. რომ მოვდიოდი გზაში ვიყიდე. კარგი იქნებოდა შოკოლადეც ქონოდა. Nefis. რა არომატულია. დიდი მადლობა. Afiyet olsun. არაფერს.
შეხრასა ძალიან სასაცილო ამბები მომიყვა. იცი რა მომხდარა, პატარები რომ ყოფილან, ქერემ ბეის დედას ბავშვებისთვის ფორტეპიანოს მასწავლებელი დაუქირავებია. გავის არომატმა ჩემს კაბინეტამდე მოაღწია. ბეიზნო. თხილის არომატითაა რა? დილამშვიდობისა უნურვეი, დაბრდანდით, გთხოვთ. არა, ამა კარგი. ყავას ხომ დალებთ? ეჩერ. დავლევ. დილამშვიდობისა. გიაიდან. დილამშვიდობისა. კარგ ყავას მედის მეტად ხომ არ შეგვაჩვიეთ. ეს ყავა თუ არ დავლიე, სხვა ყავას გემოს ვერ ვუგებ. გმადლობ. სათხილამურო ბაზის პროექტზე მუშაობა დაიწყეთ? დიახ. ძუხელ მე და ქერემ ბეიმ პროექტთან დაკავშირებით დიდხანს ვისაუბრეთ. მუშაობას დღესაც ვაპირებთ. სარაევოში ვიზიტს როდის გეგმავთ? ჯერ არ ვიცით, ალბათ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ. ძალიან არომატულია. გმადლობ. არაფერს. შეხრასათმა მითხრა, რომ წუხანდელი საქმიანი ვახშამი ძალიან მოსაწყენი ყოფილა. ასეა. ნედოლსა? საქმიანი ვახშმები ჩვენი სამუშაოს ყველაზე უინტერესო და უსიამოვნო ნაწილია. დიახ, ასეა. ბოსნიაში რომ წახვალთ, ხორვატიაც მოინახულეთ. დუბროვნიკში აუცილებლად ჩადით. ულამაზესი ადგილია. ქერემი იქ ბევრჯერაა ნამყოფი. მართალია გზის გამრუდება მოგიწევთ, მაგრამ იმედია სამუშაო გრაფიკი ისე იქნება შედგენილი, რომ ღირსშესანიშნავ ადგილებს მოვინახულებთ. აუცილებლად. მომართლა, სარაევოში ერთი განსაკუთრებული წყაროა. იმ წყაროს წყალი აუცილებლად დალიეთ. ამბობენ, ვინც იმ წყალს დალევს, სადაც უნდა წავიდეს, ბოლოს მაინც სარაევოში დაბრუნდებაო. გორსანში გასაგზავნის საქონელი უკვე დაახარისხეთ? დავახარისხეთ, მამა. ნარჩენების გადამამუშავებელმა ფირმამ მომსახურება შემოგთავაზა. ეს რა უწესრიგობაა? სulis უფროსი სადაა? მამა, ფირმა გამოჩნდა, რომელიც ქარხნიდან ნარჩენ წყალს გაიტანს. გასასვლელში ნუ დააწყობთ. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მამა, მინდა იმ ფირმაზე დაგელაპარაკო. ეს რა უბედურებაა? ალილუსთა, ამ ხალხს საქმის კეთება ყოველდღე თავიდან უნდა ვასწავლო? თავზე დაადექი. ახლავე. ჩქარა. მამა, ალაჰმა დასწავლოს. ესენი ვინ არიან? ყოველდღე ერთსა და იმავეს მიმეორებ, მაგრამ ამ ხალხს ვერაფერი შევასმინენ. ლამის ჩქურიდან გადამიყვანან. შენ კიდევ რა გინდა? 2 საათია ყურში ჩამზუზუნებ. მითხარი, გისმენ? ფირმა ვიპოვე, მამა. ყავის ნარჩენებს ის გაიტანს. ფირმა რაში გჭირდება? ნარჩენებს თვითონ ყრით, სადაც მერია უფლებას გვაძლევს. მაგრამ ფირმის მომსახურება უფრო იაფი გვიჯდება, მამა. უკვე დავთვალე. თვითონ დატვირთავენ და წაიღებენ. ჩვენ არ გავწვალდებით. არ მინდა. სიახლეები არ მიზიდავს. ხარჯები დავთვალე. კარგი რა. მამა, საწარმოო ნარჩენების ერთმესამედს ეს ფირმა ითვისებს. რაოდენობით იგებენ. რა გჭირს? ამჯერად რა სისულელეა იჩემე. ყოველთვის ნუ მეწინააღმდეგები, მამა. ერთხელ მაინც მომისმინე. თვეში მინიმუმ $1000 დავზოგავთ. ეს კი წელიწადში 12000-ია. ცოტა? ბუკლეტი მომაწოდე. მოლდას მიდგადახედე? რა თქმა უნდა. კარგი. ვინ არიან? კარგად გაიგითხე. მომსახურება იაფი რატომაა? ხომ გითხარი, რაოდენობით იგებენ? კარგი, გასაგებია. მაშინ ამ საქმეს თვითონ მიხედე. ოღონდ ყურადღება მიაქციე, ნორმალური ხელშეკრულება დადე, რომ საქმე შუაგზაზე არ მიატოვონ. რა თქმა უნდა, მამა. ახლავე. უკვე ყველაფერი მზად არის. სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა.
Tek kızımızı ve ისევ გოგონას ველოდებით. ალაჰის ნებით და შეწევნით. Bizim kızım ფულსუნ ძალიან თხლად გაცვია შვილო. sıcaklığını თხელა დედა. თხელთან საცმელს ვერ ვეგუები. ama mevzu ხო, მაგრამ ზამთარია, ფრთხილად იყავე, არ gacivde. dikkat et. Üşütme şimdi. ჩობიარობამდე სულ ცოტა დარჩა. Olma bir şey kaldı. რამდენიმე დღე. ესეც მალე გაივლის. გმადლობ დედა. Şimdi ახლა თავს განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდე, გესმის? დიახ. Babamı sevindiremedim. მამას გული დაწყვიტე. უსუნ, იცოდე არ გამაბრაზო. რას ნიშნავს გული დაწყვიტე? ne demek sevgi? შვილიშვილს ველოდებით. ჯამრთელ და ლამაზ გოგონას. Sağ ol. მომისმინე? Güzel გოგოც და ბიჭიც ორივე ძალიან გვეყვარება. evlat. შვილი შვილია. Torunun da kızı erkeği olmalı. წამოდი. ქვევით ჩავიდეთ. ათექი. წამოდი შვილო. ონურ ბეი, ქერენ ბეის ვერ პოულობ, დღეს არ მოსულა? არ მოსულა. ახლა სწორედ მას ურეკავ. ნურჰეეთან იმით ამბობს ვერ ვუკავშირდებიო. დღეს არაევოს პროექტზე მუშაობას ვაპირებდით, მაგრამ უკვე გვიანია, ალბათ აღარ მოვა. Hasta falan. ავად ხომ არ გახდა. არა მგონია. Peki. კარგი, დაგტოვებთ. გასვლას აპირებთ, ქერენბეი? ო, გავისეირნებ. დღეს მეტის მეტად ქარიანი დღეა. არა უშავს. ასეთი ამინდი მიყვარს, რომანტიკულია. ადამიანს ზღვაში ქალაქისგან მოშორებით ყველაფერი ავიწყდება. ო, ყველაფერი. დღეს კურსებიდან დარეგეს. თურმე ხშირად აცდნენ. მოთხარი ნუდარდობთ, ყველაფერი ვიცი მეთქი. შენმა დამ თუ გაიგო, შენი საქმე წასულია. მაგრამ მე სიტყვა არ დამწდება. ხელი გაწიე. 1000 ჯერ გითხარი მხრებზე ხელს ნუ მითათუნებ მეთქი. ის ხალხი ხვალ როდის მოვა. დილას ადრე ქარხანაში იქნებიან. კარგი. მე თაშანში უნდა წავიდე, ეგ საქმე შენ მოაგვარე. მოაგვარეთ, მამა. ნადიდე ხანიმ, შენი შვილი ნელ-ნელა საქმის კეთებას სწავლობს. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ხომასია ალი ქემალ. ყველაფერი რაც ვიცი შენგან ვისწავლე, მამა. მართალია, შენ ვერ შეგედრები, მაგრამ ძალიან კარგი, უნდა იმუშაო, აბარა. დაჯდა და მოიფიქრა ფულის ეკონომია როგორ გავაკეთოთ. მერე მოვიდა და ყველაფერი ამიხსნა. ყოჩახ. თავარია საქმის კეთების საშუალება მისცე. მე ნახავ, არ გაგაწბილებს. კარგია, შენი რჩევა რომ გავითვალისწინე, ნადიდე ხანიმ. ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლის. რა თქმა უნდა, ხანდახან შექებაც საჭიროა, ბურჰან ბეი. მართალია. ჩაის დალევ? დავლევ. ნიმეთ. ჩაი არ არის მზად. ახლავე მოგართმევთ.
დინებეთ. გმადლობ შვილო. Yine ისევ თხლად გაცვია ფუსუნ. ჩემი ნათქვამი არ გესმის. biraz. Gelin hanım, görmüyorsun. ზალო საქმით თავს ხომ არ იღლი? არა მამა ნუღელავთ. Ama çok ayak. ფეხზე დიდხანს დგას. ბურჰან ბეი საერთოდ არ მიჯერებს. დედა, გმადლობ ნიმეთ. ფეხზე დიდხანს არ უნდა იდგერ ზალო. ნიმეთ, რამდენჯერ გითხარი მუქი ჩაი არ დამისხა მეთქი მწყენს. Ne yapıyor? Hemen açayım. სხვას მოგიდათ ფუსუნ ჰანი. Tamam istemiyorum. Sen აღარ მინდა. აჯობებს საცხვის ჩაი მომიტანო. ოღონდ დარეჩინით. Bakıyorum. როგორც ხედავ ქებამ გაწყინა. მეცადინეობას მოუგელე. Birazdan çalışacağım. არა ბურჰან ბიძია ვიმეცადინებ. უბრალოდ სტრესს ვიხსნიდი. Ne რას იხსნიდი? Buran amcası. სტრესს ბურჰან ბიძია. Gerildi. ცოტა დავიძაბე. Stres. მე ასე რამდაქ სტრესა. ასეთი რადარდი გაქვს. Ki senin. მეცადინეობდი, ახლა კი გაზარმაცდი. რანის არის ნოფ მამა? საქმის გადადება უყვარს. მობრძანდით. რა ხანი არ გამოჩენილ ხართ ქერენ ბეის, აქ დაიკარგეთ. გამარჯობა. როგორ ხარ? Otursana. დაჯექე. რაიმე სასმელი ხომ არ მოგართვათ. არა ფირდევს, გმადლობ. Demek. ეს სათამაშო ისევ გაქვს შემონახული. Ben ne de ასეთი მეც მქონდა. kim ვინ იცის ახლა სადაა? Musinan მოხსენ ბიძიამ ორივეს ჩამოგვიტანა. İspanya'dan. ესპანეთიდან. Hey. მახსოვს საჩუქრის გარეშე არასოდეს ბრუნდებოდა. ორივესთვის ერთნაირ სათამაშოებს ყიდულობდა. İyi amca da yap. მამა შენიც ამას აკეთებდა. ყველაზე ხშირად მეკობრეობანას თამაშობდით. Sen de öyle. ყოველთვის შეუპოვარი იყავე. Ondan beri. ალბათ ზღვა ბავშვობიდანვე გიყვარდა. Hay hay. ზღვა ჩემი ოცნებაა. თავგადასავალთა სამყარო. Bana kalsa. მე კოვბოისგან ვასახიერებდი ხოლმე. Ben de. ო, ამბობდი ზღვა მომბეზრდაო. ბევრი უნდა იმეცადინო. ვინ იცის უნივერსიტეტის სტუდენტობა რამდენ ადამიანს უნდა? Allah Allah. ალი ქემალ ამ საუბარს ნუღარ განაგრძობ. Tamam. ბავშვ ჩემი სათქმელი უკვე უთხარი. ხომ გაიგონე თურმე ისედაც დასტრესილი ყოფილა. Antidep. ანტიდეპრესანტი ხომ არ გიყიდოთ განი? ბურჰან ბეის თურმე რა არ სწოდნია. თუ რა გონიათ გაზეთებს არ გითხულობ? Yaşlar. რადგან მოუხუცდი, ამიტომ ქვეყნიერებას მოუწყდი? ბიძია, შენი ტელეფონი რეკავს. ნუ დარბი ხარ დაეცემი ნელა. ნიმეთ, საცხვის ჩაი არ მოგაქვს? აი შეამზადებს ფუსუნ ჰანიმ. ახლავე მოგართმევთ. Anne ben koko. დედა რძიანი კაკაო მინდა. დალე შვილო. ნიმეთ, დიახ. ბუკეთ რძიანი კაკაო მოუმზადე. ახლავე. ოღონდ ჩქარა. დიახ. ახლავე როგორც გნებავთ მოგართმევთ. vallahi bir gün ერთ მშვენიერ დღეს ამ ქალთან მარტო დავრჩები და მე მე ვიცი ნიმეთ. იცოდი არ დავინდობ. სისულელის მოლაპარაკო ბრასიზამ გალახავ? ხო, ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებთ. ამ დედაკაცმა ცოცხლად შეგჭამა. გონია მშობიარობის მერე შეიძლება უარესი იქნება. შულს რომ გააჩეს ნადიდე ჰანიმე ხელის გულზე ატარებს და სუნთლად გაუვა თავს. Allah'ım ya. ნეტავ ცალკე სახლში გადავიდოდნენ. ჩვენც დავისვენებთ. Öyle ამის სურვილი აქვთ? yok be kızım. რას ამბობ ჩემო კარგო ბურჰან ბეი ამის უფლებას მისცემს? მე ასე მგონია, მაგრამ ვინ იცის იქნებ სხვანაირად მოხდეს. არა მგონია ბურჰან ბეიმ უფლებას რომ მისცეს. არ წავლენ. ასეთ სასახლეს ვინ დატოვებს? ახლა როგორ წამოვიდე? გაგიჟდი? ბურჰან ბიძიას რა უთხრა? ჭურის დარიგებებით ისედაც ტვინი წაიღო. Yok ki. არა, ცუდი კაცი არ არის, მიყვარს კიდეც. ო, მართლა. Enişte. აი, ჩემმა სიძემ კი მართლა შემაწუხა. Bakıyor abuk subuk. სულ ამრეზით მიყურებს. სისულელეებს ლაპარაკობს. Enayi halbuki abuk. თუმცა იგი იდიოტი გამოჭერილი მყავს. Öyle işte. ო, ასე. Tamam. კარგი, უნდა გავთიშო. Gelemeyeceğim tamam mı? ვერ მოვალ, კარგი? Hadi öpüyorum. გოცნე. Vay Ali
ალი ქემალ თავი ჭკვიანი გონია რა ფოტო წაუშლია რასულელი ხარ რასულელი ბურაქისგან რა ისმის? რას აკეთებს? არ ვიცი. დედაჩემს ურეკავს ხოლმე. იცის? ფული ვის უნდა სთხოვოს? მაგ ბიჭს რა ეშველება ქერემ? არ ვიცი, არ მაინტერესებს. ბურაქი ძმა და არასოდეს მიმაჩნდა. თითქოს სრულიად უცხო ადამიანია. ჩემი ძმა შენ ხარ ონურ. ჩემს ნამდვილ ძმად შენ მიმაჩნი ხარ. ყოველთვის ტყუპები ვითვიყავით. შენ ამერიკაში იყავე. მე გერმანიაში. მაგრამ როცა რამე გიჭირდა, გრძნობდი ხოლმე. შეუჯერებელია რა. ამ დრომდე ერთმანეთს არაფერს უმალავდით. შენი ყველა სასიყვარულო გადაცება ვიცი. ყველა პატარა ცელქობა. შენ კი ჩემი. ჩემი ყველა საიდუმლო იცი ონურ. შენ კი ჩემი ქერემ. ალბათ. სუდია როცა იზრდები ონურ. მეტავ სამუდამოდ ბავშვად დარჩენა შეიძლებოდეს. იმ დღეს მითხარე, შეჰრაზადი დანახვისთანავე შემიყვარდაო. გული ძალიან მადგინა. მე რატომ არაფერი ვიცოდი? რატომ არ მითხარე? თუ მეწოდინებოდა რომ შეჰრაზადი დანახვისთანავე შეგიყვარდა, მის თვალებს სამუდამოდ დავივიწყებდი. პირველი ნაბიჯი შენ გადადგი და გაიმარჯვე. ახლა კი ვფიქრობ, ჩემო ძვირფასო, უსაყვარლესო მეგობარო ონურ. რადგან ძმაზე უფრო მეტად მიყვარ ხარ და რადგან შეჰრაზადი ჩემზე ადრე შეგიყვარდა, ვალდებული ვარ ბედნიერება გისურვო. იმედია იქნები კიდეც ბედნიერი. პორტოხალი შეჭამე? ახლა ვჭამ დედა. ცარა მიჰრიბანი პორტოხალს ვსკვნი და ახალი სიმღერა მასწავლა. მართლა? კარგად ისწავლე? ისწავლე, გიმღერო? კარგი, მიმღერე. Benim geçenk cücelerim. Benim yaşak cücelerim. Oğlum benim. შვილო, საყვარელო. რალამაზი სიმღერაა. Sen şimdi ბოლომდე ისწავლე და საღამოს რომ მოვალ მიმღერე, კარგი? kuzucuğum. Tamam. კარგი. Hadi şimdi ახლა უნდა წავიდე, ბერს კოცნი შვილო. öpüyorum anneciğim. Ben de. სანამ გავიმგზავრებით ყველა დოკუმენტი მოამზადებენ. იმ ხალხთან არ შევწყვეთ. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანს გავესაუბრები. დოკუმენტაცია კი ორ დღეში მზად იქნება.
Ne zaman git? გამგზავრებას როდის აპირებთ? Düşünüyorum. ვაპირებთ. İkimiz ორივე მივდივართ. და რაც მალე მით უკეთესი. Hadi. დიახ, Seni სამირსლობოდანს დაველაპარაკები. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ამ პარასკევს გავემგზავრებით. როგორც იტყვით. sen დუბროვნიკში ყოფილ ხარ? Hayır. არა, ძალიან მინდოდა, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე. iyi. Dubrovnik'e. თუ ასეა დუბროვნიკში წავიდეთ. ხორვატიაში. Split თუმცა სპლიტიც არ არის სოდი. uzak. მაგრამ შორსაა. სპლიტი? ო, სათხილამურო კურორტია. სათხილამურო. ხილამურებიც რეალი იცი? დიდ სპორტსმენობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ ღირსეულ კონკურენციას გაგიწევთ. Boş versene. დარწმუნებული ვარ, კარგი მოთხილამურე ხარ. Üniversite. უნივერსიტეტში როგორც კი შესაძლებლობა გვეძლეოდა, მაირჰოფენში და ინსბრუკში დავდიოდით ხოლმე. Ciddi misin? Bu çok iyi haber ya. მართლა? დიახ, რა კარგი ამბავი მითხარე. ჩვენ სახალ კლიენტებს სწორედ მსგავსი პროექტი უნდათ. Bence ჩემი აზრით ინსბრუკი უკვე ძველმოდურია, გაცილებით უკეთესი idეები მაქვს. ამაში მალე დარწმუნდებიან. Budur işte. რა თქმა უნდა, ბინიაფის არქიტექტორი სწორედ ასეთი უნდა იყოს. Nurayet Hanım. ნურჰაიეთანი, Bu cumada bir sorun. ამ პარასკევს რომ გავემგზავროთ, პრობლემა იქნება? არა, buyurun Kerem. გისმენთ ქერემბეი. Hanım'la bir seyahatimiz var. მე და ბენუჰანიმი გამგზავრებას გეგმავთ. Hırvatistan. ჯერ სარაევოში, მერე ხორვატიაში. დეტალურად ბენუჰანიმი აგიხსნით. თქვენ მოგვარებთ არა? რა თქმა უნდა. Bakın, imzalamadan სანამ ხელს მოვაწერთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მერე გაუგებრობა არ მოხდეს. peşinat tamam. ამჯერად თანხას ხელზე მიიღებთ. შემდეგ კი ჩეკების სისტემით ვიმუშავებთ. Kemal Bey. დიახ, ალი ქემალ ბეი, ამაზე უკვე შევთანხმდით. Güzel. შვენიერია. Hoş geldin. შემოდი, მამა. Otur otur. იჯეკი, იჯეკი. Biz de beyler გამარჯობა. köp olayını konuşuyoruz. ბატონებთან ტყავის ნარჩენების გადანის საკითხზე ვსაუბრობდით. გამარჯობა. Hoş bulduk efendim. გამარჯობა. Ne oldu yaptınız? რა ხდება, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეთ? მოვაწერეთ, აი აქ არის. კარგი, ჩვენ წავალთ. Nereye? რატომ ჩარობთ? შაი და გველია. Alacağım. არა უშავს ქემალ ბეი, სხვა დროს დავლევთ. Tamam. კარგი, ნახვამდის. İşte აი ხელშეკრულება. İkram. პრემიები უკვე ჩაგვერიცხა. Oh be. მართლა? როგორც იქნა? Maaş ikramiye yok. ერთი ხელფასის ოდენობით მივიღეთ. İlaç. მერე რა? ახლა წამალივით მჭირდებოდა. სულზე მომისრო. Kolay gelsin. შეღრასათანიმ, როგორ ბრძანდებით? კარგად ნურჰაიეთანიმ. ეს კონვერტი თქვენია. Peki. გმადლობთ. მობრძანდით. შეიძლება დაგელაპარაკოთ ონურბეი. რა თქმა უნდა, დაჯექი. არა, ასე მირჩევნია. ეს რას ნიშნავს? O nedir? რა არის? Bana 4 Mart 4 ხელფასის ოდენობის პრემია გამომიწერეს. altında. ბრძანებას ხელს თქვენ აწერთ. Evet. ასეა. Ama yanında მაგრამ თუ არ ვწდები, მაგ ბრძანებას ხელს ქერემიც აწერს. Var. დიახ, sorun ne? პრობლემა რა არის? ყველა თანამშრომელმა ერთი თვის ხელფასის ოდენობის პრემია მიიღო, მე კი 4-ის. Gereksiz al. ყოველად მიბრაზდები შეღრაზად. Alınganlık değil. არ გიბრაზდებით, მაინტერესებს ეს განსაკუთრებული ყურადღება რა მიზეზი დამიმსახურე. რატომ ჩათვალეთ, რომ 4 თვის ხელფასის ოდენობის პრემიას ვიმსახურებ? Çocuğum hala შეგეცოდეთ, რადგან ჩემი შვილი ისე მკურნალობს, თუ იმიტომ, რომ თქვენს გუშინდელ შემოთავაზებას უფრო ადვილად დავთანხმდე. ან იქნებ გონიათ, რომ იმ კატეგორიის ქალებს ვეკუთვნი, რომლებიც მომხიბვლელი შემოთავაზების ცვლილებას ვერ უძლებენ. შეღრაზად კმარა. გუშინ უკვე გითხარი შენ მიმართ რასაც ვგრძნო. ჩემთვის რამდენად ძვირფასი ხარ. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარ ხარ. ნებისმიერი ძვირფასი ნივთი, ნებისმიერი ლამაზი სიტყვა შენთან შედარებით არაფერია. მაგრამ როგორც ხედავ არ მენდობი. სულ არ მენდობი. ახლა რადგან ასე გაინტერესებს შენ და მე განსაკუთრებული ყურადღება რით არის გამოწვეული, მიპასუხებ. როგორც წერილში წერია, ეს გადაწყვეტილება შენმა წარმატებამ განაპირობა.
Bu იმ არქიტექტურულმა პრემიამ შენ რომ მიიღე. sen o ამ პრემიით ჩვენს ჰოლდინგს უმნიშვნელოვანეს ტენდერში გააკეთებინე. ამ თანხას ნამდვილად იმსახურებ. მაგრამ სამწუხაროა რომ უკვე ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ. ben წუხელ გული გადაგიშალე შეღრაზად. Şehrazat. Kalbimi, გული. hayatımı ცხოვრებაში ასეთი გულახდილი ქალთან არასოდეს ყოფილ ვარ. არასოდეს. თქვენ არ გესმით. არ მაჯდი. ძალიან მაწყენინეთ. ძალიან. ვერ ვივიწყებ. Şehrazat. შეღრაზად. ვერ ვივიწყებ. რა სჭირს? შედაბ კაბინეტში რა მოხდა? ინებეთ, თუ სხვა არაფერი გჭირდებათ, მე უნდა ვიმუშაო. არა, გვანძლებთ. საგადასახადო დეკლარაციები სად არის ნიაზი? აი აქ, ინებეთ ბურჰანბეი. კორპორაციული ძალგე, საშემოსავლო ძალგე. გადასახადებს ვერ ავუდივართ. ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მუშაობთ, მამა. ამას ნუ ამბობ, გაჩერდი. სახელმწიფოსა და ხალხს დოვლათი არ უნდა მოაკლდეს. თუმცა ალი ქემალსაც ვერ გავამტყუნებ. გადასახადები წარმოუდგენლად დიდია. ასია ბურჰანბეი, ვერაფერს გავაწყობთ. და კიდევ, ქონების დეკლარაციებს უნდა გადავხედოთ. ვერგი გადავხედოთ. რადგან დავიწყეთ, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. საწყობში უნდა წავსულიყავე, დამოგვიენდა. ალი ქემალის ქონების გადასახადიც დაიანგარიშე. თითოეული საბუთი შეამოწმე და ყურადღებით დაიანგარიშე. როგორც მეტყვით ბურჰანბეი, შენი დეკლარაციებიც მომეცი. ვნახავ, რამე ხომ არ გაქვს გადასახდელი. მამა, ჩემი საბუთები სადაა? ახლავე. აი, გამომართე. მადლობ, მამა. ნიაზი, ყურადღებით დათვალე, შეცდომა არ მოგივიდეს. მაშინდელივით ბურჰანბეისთან საბოდიშოდ არ გაგიხდეს საქმე. ნუ ღელავთ ბურჰანბეი. საქმეს რომ მორჩები საბუთები შეინახე. სალაროს დაკეთვა არ დაგავიწყდეს. კარგი, მამა. აბა თქვენ იცით, ნახვამდის. გმადლობ, ნახვამდის. საბუთები მომეცი ალი ქემალ, მუშაობას ახლავე შევუდგეთ. ალი ქემალ, რამხელა ქონების პატრონი ყოფილხარ? ბრძალო, გუში რა გითხარი და გავიწყდა? არ გადაიღალო მეთქი არ თქვი? მამა მართალია, ფუსუნ დაჭექი, ასე არ შეიძლება. კარგი რა, მამა, არაფერი მომივა. ნიმეთ, მოდი მაგი დაალაგე. Hakikaten babam haklı. მამა მართალია, ფუსუნ, რატომ წვალო? მოდი დაჭექი. Hadi bakalım bu გამოდი ბუქეთ, ზევით ავიდეთ. უკვე ძილის დროა. ყველა საკოცე? მეც. ღამშიდობის.
ამ გოგოს გაუფრთხილდით ნადი დეჰანიმ. ბურჰან ბეი, ამას მე მეუბნები? ოდესმე გინახავს, რომ ფულს უსამ ოჯახში საქმის გაკეთებას მაიძულებდი. მშობიარობამდე რამდენი დარჩა? ალბათ 2-3 კვირა. იმედია ყველაფერი კარგად შეივლის. იმედია. აი ასე. მოდი საყვარელო, შენს დაგვარცხნი. მერე კი კბილები გაიხიხეთ, კარგი? დედა, რაღაც მინდა გკითხო, საავადმყოფოში შուն წამოვალთ? რა თქმა უნდა, ბავშვი რომ გაჩნდება მერე. ბავშვისთვის აფენების გამოსვლას ხომ გვასწავლი? რა თქმა უნდა, გასწავლით, ყველაფერს გასწავლით. თქვენ დაიკო სამივე ერთად მოუვლით. შენს აფენებს გამოუცვლი, მე კი ფაფას ვაჭმევ. კარგი, ჩემო საყვარელო, მოდი მოგიღუტუნო. ჩემო საყვარლებო, ჩემი უსაყვარლესი გოგოები ხართ, ხომ იცით? როგორ მიყვარხართ? ვიცით? ბავშვი რა უნდა დავარქვათ? არ ვიცი. რა დავარქვათ? არ ვიცი. ადექით? აბა, მიდი, დაიძინეთ. ბავშვს რა დავარქვათ, მამა? მე რას მეკითხები, ეგ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ანა ბაბო, მშობლები თქვენ ხართ, ალი ქემალ, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენი მოვალეობაა რომ შეგეკითხოთ, ხომ ასე? მადლობ, შვილო. კითხვით არასოდეს არაფერი დაშავდება. გვინდა ბურჩინი დავარქვათ. ბურჩინი? რა სიტყვით? სახელი შერჩეული გქონიათ. ბუქეთი, ბურჯუ, ბურჩინი. შენიერია. ბურჰან ბეი, სამივე სახელი ბლასუთი იწყება როგორც შენი. თავარია ჯანმრთელები იყვნენ. ალლაჰს თხოვ სამივე ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს. ამინ. წაბლი? დიახ, ბურჰან ბეი. მოიტანენ. რა არომატულია? განი ბეი, წაბლი მიირთვით. გმადლობ, მე ვერ შევჭამ, კბილებში გამეჩხირება. ნუ შეჭამს, თავი დაანებე. მე უფრო მეტი დამრჩება. ონურმა გუშინ საღამოს შეჰრაზადს ხელის თხოვა. რას ამბობ? ასე უცებ? ესე იგი მათ შორის რაღაც მოხდა? არა. ონურ შეჰრაზადთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ვერ ვიჯერებ. ასე მოულოდნელად ქალს ხელს როგორ თხოვდა? რადგან ონურს ამის გამბედაობა იყო, ესე იგი მათ შორის ნამდვილად რაღაც ხდება. არა, ასე არ არის, დამიჯერე. რამე რომ მომხდარიყო არ მეწოდინებოდა? თუ ასეა ძალიან გამბედავი ყოფილა. ოჩა ღონურ. შერასაპირე ფარხმალს დაყრიდა დანებდები? სასიყვარულო ბრძოლაში ორი კონკურენტიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა მოკვდეს კერემ. წარმოსახვით სიკვდილს გულისხმობდა არა რეალურს. კერემ. სიყვარულზე უარი არ თქვა. ამ ბრძოლის მოგება შეგიძლია. ქალებს მოსწონთ მათ გამო რომ იბრძვიან. ქალებს მხოლოდ გამარჯვებული მამაკაცები აინტერესებთ და ორივე მხარეს აკეზებენ. თუმცა სულ არ ანაღლებთ თუ რომელიმე მათგანს გულის საშინლად ედგინება. მესმინე? ჩემი კონკურენტი ონური რომ არ იყოს, ამ ბრძოლას შევეწირებოდი. და სხვასაც მოვკლავდი. მაგრამ ბრძოლაზე უარს ვამბობ. მესმის? ასპარეზი მეგობარს დაუთმე. ასეა. შენს ადგილას ასე ადვილად არ დავნებდებოდი კერემ. რა გითხრა? შეჰრაზადი დათანხმდა? ჯერ პასუხი არ გაუწია. ეს ცუდია. თუ ქალი ასეთი შემოთავაზების მერე ჩუმდება და ფიქრობს, ესე იგი თანახმა.